მოგესალმებით. მე წუწა უწანკალაური ვარ. შესავალი. ვიდეოს პირველ ნაწილში იხილავთ მეხუთე სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო მომენტებს. მეორე ნაწილში კი გავიგებ თუ სად მოხდა iOS-ი. როგორც გაგიხარდებათ, ისე უყურეთ. მაგრამ მე მთლიანად ვნახავდი, თორემ მე დამიწყებთ იმდენი ხანი არ დაგიდია, აღარ გვახსოვს რა ხდებაო, ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, საერთოდ კარგი იქნებოდა გამიგოს საერთოდ რა ხდება, სად ჩანდაბაში ვარ, რას ვაკეთებ, წელი რატომ ვარ? და აიდაცვა მოდის. ხელები მაღლა ჩემი დედაშე. ბაჭო, ყველამ შვენივრად ვიცით. აი გაიოზით დაგიდასტურებს აგერ. პატარა რომ მიყავი, ტრაქში ქვიშაში გეყარა და მაგის გამო ახლა შიგნით რომ არ მიშვებ. ჩემს უკან ტელევიზორს ხედავ ტოსტერო? კი? ახლა კითხვებს დაგისვამ. ხო დაიცოდე თუ არ მიპასუხებ ამ მონიტორზე Prime House-ის ყველა სეზონს გაყურებინებ, გასაგებია? რა გინდა მამა ჩემთან, შუშიც მაგიდა ხო იყიდა? ჯერ ერთი ეგ მაგიდა კი არა, ჟირაფია. რაც ჩემი სიძე ხარ, სულ ერთხელ იყიდე რაღაც. ერთხელ და ეგეც მაგიდა კი არა, ჟირაფია. ტელეფონსაც რო არ პასუხობს, ეთყობას ძინავს. დევიდკო! არ ესმის კაცო, რა მოვიფიქრო? მე ვხედავ, შენ დაკარგულ მეგობარს ეძებ. ხო, მართალია, ყობას ვეძებ ჩემს მეგობარს. იცი სადაა? ტრაქში ნახე? არა, შეიძლება მანდ იყოს. სკოლაში. არა, მინდოდა წასვლა, უბრალოდ დრო არ მქონდა, აი, ძალიან დაკავებული ვიყავი. სამყაროს და მასთან ერთად ჩენი გადარჩენით. შეწარა გუაგაცო. აუ, რა მაგარი კარტი ვითრია, იცი? ხო, რა კარტია, აბა? ბიჭო, აი, მეგობრებმა უნდა ითამაშოთ რა ერთად. პროსტა ისეთი ღადაობაა სიცილისგან ცუდად გაგხდის. ვა, ღადაობ? არა, მართლა, საუკეთესო რამეა რაც მინახავს. გინდა შენც თამაში? კი, მინდა. მაგრად გინდა თუ ისე რა? მაგრად მინდა. დიახ, გამარჯობა. მე შუტელი ვარ, ყლაპიაშვილი. მე გია წაყვერაშვილი. ოღონდ გვარია ესეთი. ისე ორივე მაქვს. ორივე? ყვერი, გასაგებია. ოლიკარპე, არავის მისცე უფლება გადაგიარონ. მამა შენის ბანძი გვარი კი გაქვს, მაგრამ ვენებში ჩემი და ჩემი წინაპრების გუბთა ტოლმაცეების სისხლი გიჩქებს. თავი არავის დააჩაგვრინო, ბიჭო. ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას ამერიკელმა მათმავლებზე ნადირობა უშანგი და უნისესთან ერთად. ყვილი შეკავებას რომ შეძლებ პიტალოს ხვებს მერე დაუძახე. ყოველ შენ გადახრაზე ვიღაცა პოლიციაში რეკავს, საიდანღაც გაზიჟონავსო. ნინო, არ მომკლანინო. მოიცა, აფერისტი რობოტები. რობოტოს სამეგრელოში დაგამზადეს? არა? მე ნუ მატყუებ შედიშლა რობოტო შენა. მე ბიჭო, შენ ძრეული კაცი ვარ, დებილი კი არა. მაინც მკვდარი უფრო მომწონდი. ბატონმა ემაილმა იქნებ დევი ქვემოთ ჩამოვიდესო. ხელები აწია მეთქი ბიჭო. ჩუმად, აი, ამერიკელი მამათმავალი. სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჯერ უნდა დავაჟუსტოთ ხომ ნამდვილად ამერიკელია, იმიტომ რომ ქართველი გეი არ არსებობს. ქართველი გეი არა, აი ხო შეკარგო, მე მინდოდა მაგის თქმა. ისე კუს რომ საკუთარი ტრაკიდან შეუძლია ისუნთქოს იცოდი? აღარ მოვა ის კაცი. ისი აქ ბალახი არის? გადამღებო ფრთხილად იყავი, თუ პირველმა შეგამჩნია მოვა და ქართველობას დაგარტბევს. სამი კვირის წინ აგერ ონისე დაკბინა ერთმა, ეგრევე დაკარგა ქართველობა. სამი კვირა სტრიფტის ცეკვავდა ბასიანზე. დაიცა ავალ კბილებს გამოვიხეხავ და ჩამოვალ. ბიჭო რა მოგივე და გვეჩქარება მეთქი, წამოდი და მანქანაში გამოიხეხე კბილები. მანქანაში რანაირად? რა ვიცი კაცო, ქალები თუ ახერხებენ მანქანაში მაკიაჟის გაკეთება, შენ კბილები ვერ უნდა გამოიხეხო? ბოძის ცეკვაზე დადიოდა, იქ მერე ვიღაცები ესე ხელს უსვამდნენ ზემოთ ქვემოთ რაღაცა რიტუალებში ყავდათ ჩართული გარყვნილების ბუდეში და ხო, ტრუბაზე ვცეკვავდი ძმა, ნაკმენი მქონდა და შხამის გამო, თორე ისე რა, აბა ისე კი არ ვაკეთებდი, მაგას პრობლემა არა. ონისე დამშვიდი.
აი ამ ხეზე მინდა რო ავაშენოთ რა. ხეს დედაქვს მოტყული, ხეს დედაქვს მოტყული ძმაო. მე რომ ცოდნოდა ძმაო აქ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა, ვაფშე არ მოკიდებდი ხეს ძმაო. ბაჭო, იბერია მიცის ტ**ში ქვიშა შეყრილი როჟა რო გულშემატკივრობს? მართლა? და რა მოხდება თუ ამ ელარჯით სავსე თეფშს გადავაყირავებ? ხო და რავი ბიჭებო, ყველანი მადლობელები ვართ რა. გესვათ გეჭამოთ, ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. გაიხარე. სახში ძროხა რატოა? აქ სულ ასეთი ამინდია ძია კაცო? არა, რას ამბობ? ტარტარახანებში საუკეთესო ამინდი გვაქვს. そしてキラキラのメイド服も足させてくれ。 1 2 და 3 რაკენი ბიჭო ეს? აბა ბავშვებო, დაიკავეთ თქვენი ადგილები და შევუდგეთ სწავლას. ამოიღეთ რვეულები და წყნაური იყოს. და ხელზე ეს ხელთათმანები რატო გიკეთიათ? რა იყო? კიდე ვიხართ? ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება ჩემსა და შამანის ცოლს შორის. მერთა, ეს ვინ თქვა? მე. საარში ყო ანუ ნაშების პონჩი? კი, რატომაც არა. იმენა ნაშებთან ერთად სათამაშოა რა. და ნაშები მოყვება? არა, ნაშები თქვენ უნდა აქვთ. და რომ დავამატოთ თანხა, მაინც არ მოყვება ნაშები? არა, უბრალოდ მისტიური ცხოველია და რატომღაც გუბაზი დაარქვეს. კი, მსმენია მაგ ცხოველზე. თქვი მე და ჩუმად გავაკუე. სუნს თუ ირიცხნობენ ლურჯ მაიკიანს დავაბრალებ. ბავშვები და მანქანაზე ვზივარ ჩემი დედამ. დადაიო, გორე! თუ 1 2 და 3 ვაიმე პოდიში რა, ვაიმე პოდიში. მოიბუკაცუკუ? უსა? და რანაირად გაიგე რომ აქ იყო? ჩემი წყაროები მაქვს მე. წყარო? დინარეები იყიდე? აიოს ხანდახან იმდენად დებილი ხარ, აქამდე ცოცხალი როგორ გადარჩი ვერ ვიგებ. ჩემი წყარო ანუ ინფორმაციის მომწოდებელი. დინარე რანაირად გაწვდის ინფორმაციას? გაიოს. შეწყვიტი აზროვნება, თორემ გესწრი გეფიცები. ბატონმა გიუშამ, რომელიც შამანის ცოლის ახლო მეგობარია და მეტი არაფერი, შექმნა ეს დანადგარი. გადააწოდეთ? წყნაური იყოს. ეგ რაებია? ეს ხმა ჩაიგდებია. სახელი? თქვენი მეზობლის. მამი და ხელოკიაშვილი. სქესი? რაღაც დროს ჩემი სექსი და ეგეთებია შვილო. სქესი თქო, სქესი, თქვენი მეზობლის. 1 2 და 3 მოვედით მგონი. ყოველ შემთხვევაში გოგოლა მაპმა როგორც გვიჩვენა ეგ არის. ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ მე სამყარო გადავარჩინე და ერთმა პარტახმა ადამიანმა კრედიტი წამართვა. ამიტომ ბაჭო კაკაჩია, იწვევს საბრძოლველად MMA-ში. გალიაში შემოდი შეპარტახო და მე მევიცი. ხო, თურმე ამ შენობაში რაღაც ვირუსი გაპარულა ადრე და ხალხს ნუ ყველას არ არა, მაგრამ ზოგს ტრაკის კიბო ემართებათ თურმე. რა? ხო, ზუსტად რო გითხრა მედიცინურად დუნდულოვანი ეროზია ქვია თურმე. არა? კი, ბიძა ჩემი იყო წლების წინ ამ შენობაში ძმაო და სანამ მაგის რიგი მოვიდა ტრაკის ერთ ლოყაზე დაეწყო ეროზია. მერე მოჭრა მოუწია, იმის მერე ცალტრაკას ეძახიან ყველა. არ მინდა ამ სისულელის გამო გეჩხუბო პოლიკ. ისედაც ვაპირებდი რომ თავს არიდებს თო, ეშინია. ბიჭო, ისეთი თემა ყველა შენ გიყურებს. კარგი, თანახმავარ. ზოლაში გავარკვიოთ ყველაფერი. ჯერ კაცი უნდა იყო. ეგ შენ თავს უთხარი. ფრეშტოლში იმენა 0 ხარ. უიცა რა სიგნალი მაგაზე არ შევთანხმდით? მოკლედ, თუ პოლიცია გამოჩნდება, ეგრევე შარვალი გაიხადე და საკუთარ ტრაკზე ატყაპუნე ხელი. მე მაქვს ერთი კითხვა. თქვენ ყარ ხართ, ხო? არა, როგორ გეკადრებათ? არჩი გაქვთ? როგორც ვიცი, არა. რა სისულელია? როდის რა გამიკეთებია, ცუდი? რელიგია რო შექმენი, ხალხს ფული დაახიე და დაითესე? ბატონ უშანგის რომ მკვდრის ხეული ესროლე. თელ ქალაქში რომ მეგრელები დააჭერინე? დაჟე მეც კი გამიგია რომ ტიპს დიშლაში ესროლე. მე რო ნეხვი მათხრევინე? თელ კლას რომ უთხარი ჩემზე მამამისის სინამდვილეში ტარზანიაო და ხალხს უგზავნიდი ჩემ სახში მაიმუნების ენის სასწავლად ეგ გახსოვს? და ვინ არის ეს გუბაზი გეხვეწები? რა გაყვირებს ბიჭო? სირენა ხო არ ჩართოთ კიდე? ემაილ, გენაცვალეთ. აგერ 2 საათია ვქეიფობთ უკვე. სვანურ რა ხსვამთ? როგორ მოგწონს? ვინ ბიჭო, ვინ მე ვინ უნდა დამეტაკოს ბიჭო?
შენ წარმოიდგინე და მაქვს გეგმა. ძველებს ყურადღებას სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ. შემიძლია ძალიან ხმამაღლა გავაკუო. გადასალევი იდეა, მიდი ნიუტონ. და ახლა რა ვქნათ? რავი, ყველაფერს მე ხო არ მოგიფიქრებ. აუ, დებილია ეს კაცი. ვაიმე. ვიღაცას გავამელოდებ. მე ბიტყლეზია. ვა, ხალიგაცი. აი ბავშვობაში რო ქვიშაში ვთამაშობდით, ხო გახსოვს? შენ რო დაიცი და ტრაქში რო ქვიშა შეგეყარა. აი მაგის მერე გაგვტვინი არეული. შენ იცი ჩემთან ამდენი ადამიანი მოდის შენ სალანძ გავად? მაგრამ მე სულ ვეუბნები რომ დაანებეთ თავი რა. ტრაქში ქვიშა აქვს შეყრილი უბრალოდ. მართლა სერიოზული დაცვა ყოლიათ. მაგრამ საარშიყო კარტების დათრევა მაინც მოვასწარი. ამისათვის ფეხების ასეთი მოძრაობა დაგჭირდება. საბოლოო ილეთი როგორია ეგვანახე. ვოვა, ტრაექტორის სწორად გათვლას ისწავლი, მერე უკვე შეგეძლება დრაკონის შვა გამოიყენო. ჰაი! ის არის ფიცორიტკო. რა ის არის, ვინ ის არის, კაცო? არის მისაქმა, კარგად არის ჭერს ეთყობა, აბა გარეთ გადი და იქიდან მითხარი, სატელიტებს უჭირთ ამ ღვიმეში შემოღწევა ეთყობა და მე ძმაო, ამის მეტი, რა ვიცი, კორონას დროს საავადმყოფო ვაშენე თარსულაში 2 დღე ნახევარში. დამკვეთი გამყლევდა ძმაო, შევიყოფილხარო. ეს აჟენი საიდუმლო ილეთი, დაგენძრა პოლიკ. ფიცრებს თლიდი და ჭერში აწყობდი? რა იყო კომპლე ხარჯეჭემა? შენ ბიჭოჭკი შაყენებ რასაც ვამბობ? 1 2 და 3 რა ჯანდაბა ხდება, შუქი რატომ არა, აკიმარა, შევარდნაძემ გაგვიტაცა თუ რა უბედურება? ვაიმე დედუცი რა ჭირს ამ ბავშვ თვალებზე? არაფერი ისა დაბოლილია. თქვენ ამოწყდით ერთ დღეს. სულ გადახსირდა ეს ახალი თამბა. რა ვქნა ახლა? საიდან ისწავლა ასე კარგად ჩხუბიან პარტახმა? წამოვივარჯიშოთ. ვახ, რა ვქნა? ვიცი, ბაჭოს ფეხები უნდა მოვტეხოთ. რა? ხო არ გაგიჟდი? ან რანაირად უნდა მოტეხო, ან როგორ შეიძლება? აუ ნუყნუყუნებ რა გაიოს. ჩემთან ვალში ხარ ისე და სამყაროს გადარჩენაზე რო კრედიტი არ მომეცი. არ გაიცრეთ ჩემი დედაზე. შავი საქმე. აი, ჭუჭყიანი საქმე. ეგ არის ვიპოვეთ. ჭუჭყიანი საქმე რა არის? ბიჭო, აბა ინტერნეტში იმას ხო არ დაწერს ახლა ხალხს ხოცავდა, ფეხებს ვამტრევო. დაფარული სახელი აქვს, რა ვერ მივხვდი. 28. კაი მივწეროთ. 4-იანი ქვია და მთელ პლანეტაზე ერთი ცალია მარტო. მაგარი რამეა იმენა დავითრიე თუ არა ეგრევე მაგათ პარლამენტს დავუშვი, ამიარაღით და სტრატეგიულ ობიექტებს ვაფშე ბუღი გადავატარე. რა? შედიშლა რობოტო შენა. გაწუხნეთ ბიჭო, გაწუხნეთ. მინახარ ბიჭო, საიდან მოიწვია ნამდვილი კაი. ფერაფერი გავიგე. გაიოს, რას წაგიგდია დინგი? ჯერის არ გეყოფა რომ სამყაროს შეცდომა ხარ და ყველაფერს ურევ. მერე კიდე რას გავხარ? წითელი თმა რომ მქონდეს თავს მოვიჭრიდი. შენ ბიჭო შიქხვა. აი გაიოს დამშვიდი. დაიცა. აი მოვიდა. ნახე მესიჯი. ცოტა ხნის წინ შეურაცხყოფა მოგაყენე. ვიცი რომ ასე არ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემი ბრალი არა. ბავშვობაში ბიძა ჩემი საერცხ მანქანაში მრეცხავდა და იყობა ამანამირია ტვინი. გულწრფელად უყვარ ჩემი საქციელის გამო. გული მომილბა. შებრიქო, ვერ გიტან. მოატყუა ბოლო მოთამაშეც დარტყმა. წინვალეს თამაშობს გაიოს ღობეგლეჯიაშვილი. პოლი ხუხილის ასაკუებ? არა, რაებს ბოდავ. აგივიდა ტრაკიდან ქვიშა წვინამდე. ეხარ. გამარჯობა, მე პოლიკა ვარ. ჯამტლეკიაშვილი. არა, ჩემს ნამდვილ სახელს ხო არ გამოვიყენებ. მე გაიოს ღობეგლეჯიაშვილი ვარ. გაიოს დამშვიდი. შენს გარდა იცი რამდენი გაიოს ღობეგლეჯიაშვილია საქართველოში? სად იყავი ამდენ ხანს? დამკრძალა ბიუროში ვიყავი. დავლეწეს უყელა.
რა გინდოდა მანდ მოკვდი? არა. აბა მე მოკვდი. უბრალოდ ყელში ამოგივიდეთ აუტანელი ადამიანები. გინდა დაგინოთ და სიმართლე პირში მიახალოთ, მაგრამ მსგავსი საქციელი არაეთიკურად გეჩვენებათ. ან იმაზე რა სიტყვი? რიქს რო გიჭრის მაღაზიაში ვითომ ვერ ხედავს? ხო აღირსი დააფარო თავზე მამის შიმშილი. პასუხი მარტივია. შპს ბოდიში. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ტელეფონში და მიეცით მყრალ პირს გზაფართო. გამოყენების ინსტრუქცია. თავთ შპს ბოდიშს, ვირჩევთ შეურაცხყოფის ადრესატს, ვაყენებთ შეურაცხყოფას, შენ კეთილებს შევახტი დოინჯით. შემდეგ კი ველოდებით. აპლიკაცია ადრესატს ბოდიშის მესიჯს ავტომატურად გაუგზავნის. ძალიან მწუხვარ ახლახანს მოყენებული შეურაცხყოფის გამო. უბრალოდ ბავშვობაში მამაჩემს პრინტერი ვეგონე და ქაღალდებს მტენიდა ხოლმე პირში. ამან twin-ი ძალიან ამირია. შპს ბოდიშ basic პაკეტის გარდა აქვს ოქროს პაკეტიც, რომელიც ბოდიშთან ერთად ავტომატურად გზავნის ყვავილებს, შოკოლადებს და სევდიანი ცრემლებით სავსე ბოცას ადრესატის მისამართზე. Რაღაც უცდი. ჩამოტვირთე ბოდიში, მაგიჯვი ლოგინში, შპს ბოდიში. თამაშის ნახევარი უკვე გავიდა, თარსულელები არიან შეტევაზე. სახიფათო მომენტი დარტყმა. ხარიხას ხვდება ბურთი, თუმცა გოლ! რა ლამაზი გოლი გავიდა. ჩემეგნელო პარტაკო, ეს რა მაგარი გოლი გაიტანე ბიჭო. ყოჩახ შვილო, ყოჩახ. ბლეწოდ განსხვავებული აღნიშნოთ. ემაილ კაირა. ქვენსტინეში წლის შეწერვის გამარჯვებულები. წლის ნაბოზრები. პლანეტა დედამიწიდან. ეს ვინ ჩემი შუაფეხია ბიჭო? ვითამაშოთ და ვინც ძმაო თამაშის დასრულებამდე ადგეს და წავიდეს იმის დედავატირე მე. მოსულა? მასულა. A few minutes later. ხოდა მაშინ ჩვენი დედაც მოყან შემეწეროს მკიდია ძმაო, მე ამას არ გავაკეთებ. აბუა ჩემს ქუდით სიარული უყვარდა სულ და არც ერთ ფოტოში უქუდოთ არ არის. მიუტანე ამათ ფოტო და ვეკითხები. მეთქი პროგრამაში ხო შეგიძლია ქუდი მოხადოთ ხო? კი შემიძლიაო, მაგრამ თმას რომელ მხარეს ივარცხნიდაო, რომ ისე გაუკეთო მეცო მკითხა. მეთქი პროგრამაში რომ მოხდი მაგუცი კარ გამოჩნდება? დავუქანებლეწე. მეტის ღირსები ყოფილან. შეტბის პირას ნახმარო პარტახო. ბიჭო სვანებმა ხო არ მოგვიტაცეს? დევი ახლა სვანები კი ცნობილები არიან, ზოგადად მათი ტექნოლოგიური განვითარებით, მაგრამ თლად პრინავთებშებამდე არ იქნებიან ალბათ. შვილო, გამიღე რა კარი. ახლავე, უნდა მიაწვი ამას და მიბძანდით. არა, პირიქით, აი დედამოვა. რა იყო კოლეგა? მეკრელებზე ხო არ გინდა რამე მითხრა? ეს კალათა თქვენ? რა კალათა? ყვავილები, შოკოლადი და სევდიანი ცრემლებით სავსე ბოცა. გამომიშვით ბიჭო, ნუ დამაჩეხინებ, თავებს მარხვაზე ვარ. კივილი, მიდის, არ ჩერდება. რა? აბა პირიქითო, წლის ნაბოზს გავუშვებთო? მოგატყუეთ. ახლა კი ტრაქსინელებო. 1, 2 და 3 თქვენ რაღაცა გეშლებათ მგონი ბიჭო. იარაღი საიდან? ხომ შეგამოწმეთ და არ გქონდათ. ტრაქშიც უნდა გენახათ. აბა ბატონო ჯუჯალ ზაპუტ კირტუ პაჩუ, ვარ ყველაზე დიდი ნაბოზარი თუ არა? რა გინდა მსაჯო, მაგბარაც გადაგახევ თავზე. ჭკვიანად იყავით, ორი აირტყა მწითელს. რა წითლებით იმუქრები, ძმა, ბოზი ხარ? აჰა, და სად გვაქვს ტკივილი? აგერ სკამზეზის. დაიცა? ქალბატონებო და ბატონებო, სიხარულით გაუწყებთ რომ ვეცდებით ამ დაუსრულებელ ომს წერტილი დავუსვათ. და ეს სიხარული და ბედნიერება შემოსულიყოს ჩვენ ოჯახებს. ბიჭო, კიდე ვიღაცას დაეცა ეს დეგენერატი. ვერ წავაგებ, ამ ბრძოლას ვერ წავაგებ. კარგი სხვა გზა არა. დრაკონის.
კარგია, კი, ძალიან კარგია. მე მომწონსო. 20 წელია ბალახეულ დამამშვიდებლებზე ვზივარ და რაც ეს აპლიკაცია გადმოვიწერე, იდეალურად ვგრძნობ თავს. როგორც კი ნერვები შემომიტევს, მაშინვე ვერ ხედავ რო ინტერვიუს წერს, სხვაგან გაიარე, შედეთ დაშკამში თქვენ მონაწილეობას მიიღებთ წლის შეწერვის კონკურსში, სადაც დავადგენთ თუ რომელია თქვენში ყველაზე ნაბოზი. ხო, ძმა, კი. არა, ეგ არა ძმაო. მე არავის მურაბაში არაფერი არ ჩამეყვია. კომპოტში კი ბატონო, მაგრამ მურაბაზე მე არ ყოფილვარ. ხო, კაი. პოლოს კი მინდა თარსულას თითოეულ მაცხოვრებელს მივმართო. თქვენ კეთილებს ვეხახუნე ხელებ გაშლილმა. ოდის გიხდით. ახლახანს პირდაპირ ეთერიდან მოგაყენეთ შეურაცხყოფა. უბრალოდ ბავშვობაში ბიძაჩემს პერფერატორი ვეგონეთ. ჩაადგი ბიჭო, დროზე მოგდები მგონი. ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, მე სპორტული მანქანა კი არ მყავს, გლუში ტელი მაქვს ჩახრტილი უბრალოდ. დი? არ ჩუმდება. პოლიკ, იცოდი რომ კუს საკუთარი ტრაკიდან სულ თქვა შეუძლია? პოლიკ, იცოდი რომ ერთხელ ნაპოლეონი კურდღლებმა გაძუხნეს? ახლა კი დღის სხვა ამბები. სუდან დუბან კუმანმა წუხან და ჰარაზარს წუწანზე უკბინა. ბენზინი დაგვიმთავრდა. დავაი გადავედით ფეხით გავეკიდოთ. კიდე მოგდევენ კაცო. დაიცა რა შვებიან კაცო ესენი. მოვდივართ ემაილ. კიდე კაი მანქანით მოგდევენ, თორე დაგვეწეოდნენ უეჭველი. არ გაინცდეთ მეთქი ჩემს ყველაფერს შევე. იცოდით რომ ხედავ, უკვე პროგრესი გვაქვს. იცოდით რომ საღოლტო, შენ რა მაგარი ექიმი ყოფილხარ? არა და მთელი ქალაქი შენ გასხამს ვაქცინის მაგივრად რო ჭაჭა გაუკეთე ხალხს, მაგრამ ცოდნია საქმე ხო იცი? ბაჭო, ტბასთან მოდი, დიდთაო, დიდი ამბებია. ტბასთან? აი, მოვალ, მაგრამ ბიჭო, ექიმთან ვარ და არ გინდა ვკითხო ამ საავადმყოფოში ტრაქში შეყრილ ქვიშას თუ მკურნალობენ? ახალი ლექსი დავწერე და წაგიკითხო. თუ შენ ფუტკარი ხაზე დაისვი, ვანაში იწეკ, ხოლოდ იყო მაღლა. გია. ჩაიჯვი. ბიჭო, შენ შიქ ხო არ გაქვს? მე რამდენად უნდა მოგივიდეს? მე 10 ჩაიჯვა ტიპმა. და მაგ ფურცელს რითი გზავნი მერე? ყურადე. ჩემი ტელეფონი ესაა. თამაშები გიწერია? ბატონო ემაილ, წამობრძანდით. თქვენი ნახვა ჩვენს დედოფალს სურს. უნდა რომ ჯილდო გადმოგცეთ. 1, 2 და 3 დედოფალს სურს, ეხლა მე ვარს ხوار ვეტყვი. ისე კაინაშა ეს დედოფალ. ახლავე ჩამოვალთ ბატონებო. შიქ არა გაქვს ბიჭო. უსმენს ინფორმაციას პარავს. რა? შენ ეგ საიდან იცი, ვინ ხარ? მე ელარჯის ანამცხელია ვარ. ელარჯის აწმელია. ვითომ რომ ყველაფერი იცის. ელარჯის ანამცხელია ქვია ამ კაც იდიოტო. რა? ელარჯის ანამცხელია? ყველის მაგივრად რას წელავს? კუტუს? ბიჭებო, მე მალვაში ვარ. მისტერ ემაილ. ბაჭო, რა ხდება? სიჩუმე იყოს. დასაგებია? კი, იქნება წყნაური. რა თაობა მოდის? უკაცრავად, ისეთი გიტარა გააქვთ, აი რომ დაუკრავდათ ომრიდან რომ მეგრელი ამოიყვანოს, აი სალამურით გველებს რო აკონტროლებენ ხოლმე ეგეთ ფონჩი. იაპონელები აცხადებენ რომ ორეტაჩი ვასუგოგუოგო დეირუ, სენსო ჰაჯიმატე მოიკურაიდაზო. რაც წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს. ბიჭებო, ხომ გითხარით არა მსგავსი ნივთები არ არსებობს? პოლიციიდან ხართ? აქ რა ხდება? თქვენ ვინ ხართ? მე რაული ვარ, ყარაყაული. მე ვინ ვარ? ხელოვნური ინტელექტი. შპს ბოდიში. და ახლა უკვე პოლიკარპე ჯანტლეკიაშვილიც. რობოტი პოლიკა გაიჩიტა. გაიცი, გაიოს რა ბაყვებზე მეთომარები. რატო ჩაიციკლე? ადამიანის მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა. ჯართო. გინდა გაიგო პოლიკას მეგრელები რატომ არ ევასება? არა, ეს ხმა არა.
ეს გიტარები. ჩვენთვის ტრაქსინელებისთვის დედა ყველაზე სანუკვარია და იმ სიტყვების წარმოთქმაც კი რაც თქვენ თქვით მენტალურ და მორალურ ზიანს გვაყენებს. ხო და თქვენი დედაც მოყანდა თქვენი პლანეტისაც ზემოდან. ახლა სადაც საჭიროა იქ წაგათრევთ და თქვენი სუნთქვის ხმაც არ გავიგოთ, ორი? ხო, თუ ხმას ამოვიღებ, შენ დედა შეი, თუ სახი არ გაგვაძრო, ხო? ხო. შენი ხმა არ გავიგე, ჩემი დედა შევი. ავი ახალი სიზიები მაქვს დასათრევი. ანუ ჩემთვის რა მარტო არ მგონია წყალს ვივლებ რა და უცებ რაღაცა პორტალი გაიხსნა და რა ვიცი საწნების კრება იქ იყო. მეთქი მე რაული ვარ ყარაყაული. გახსენით დილეგი. ახლა რა ხდება? კიდე ერთი მოიყვანეს ბიჭო. ანუ აი, რასაც გელაპარაკები, მთელი 2 კვირა იმენა იქ ხდება ძმა. რა უნდათ ჩვენგან? არი ნერვიულო შენ კაცო. ეგ არ ვიცით რა უნდათ რა, მაგრამ არ გხოცავე, ჯე. რა ქვია შენ? გაიოზი. მე ტრაქტორა ვარ ძმა. ეს გია ცალყვერაშვილი, ოღონდ გვარი აქვს ეგეთი მიმიხვდი, როგორც თვითონ გეტყოდა რა, ისე ორივე აქვს, როგორც თვითონ იძახის ისევ თუ არა. და რატო გაგვიტაცეს? ვინ არიან? მე ვიცი ვინც არიან, მაგრამ აგია არ მეთანხმება რა. მაგრამ ახლა ამდენი ხანი აქ ვარ თუ აკვირდები და ეგ ცოტა ისეთი ტიპია რა, აი როგორ გითხრა, აი რაღაც ისეთი როჟა რა, აი ხუზნიკი. კაი და ვინ არიან? Deep State, ძმა. ივი ამბობს რობოტები არის რა რობოტები შემართლა რობოტო მაგრამ ივი როდის ჩაანაცვლეს იცით მა აღარ დავიწყებ მაგაზე ლაპარაკს რომ მოიყვანეს ტიპს არაფერი არის ვაფშე ძმა ტრაქტორას რატო გეძახიან განა სხვა ვარიანტებს არ განვიხილო თუ Deep State არა ძმა მაშინ ვინ რა მეთქი მაშინ ვინ რა და ბოლოს მივხვდი რა ვინც არის ძმა ვინ არიან გები ძმა